მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, მტკიცედ მოდის ჩვენი ბოლო მონაწილე. 26 წლის მაგდა. ცხოვრობ ქობულეთში ვარ 26 წლის. ვარ მომღერალი. მღერი ვარ რესტორანში. საერთოდ თვითონ ასაძეები ჩვენ გვარით ვართ ძალიან ცნობილი ცეკვით და სიმღერით. და მქონდა ბავშვობიდან ეს მინდოდა ყოველთვის რომ მემღერა და ყავს კიდე ორი და ერთად ვაკეთებდით ხოლმე ეზოს ჩვენთვის რაღაც კონცერტებს. მე ეს პროფესიონალად გავაგრძელე, დავიწყე სწავლა რევაზ ლაყიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში. დამთავრებისთანავე უკვე გადავედი სახელმწიფო ქალთა კამერულ გუნდში მუშაობდი. ახალი ხმის შესახებ მაცნობა დედამ. ვიყავი სამსახურში, მღეროდი და მირეკავს რომ მაგ დაიცი პროექტი უნდა დაიწყოს იმედზე და რას აპირებ მეუნება და არ ვიცი მეთქი ჩამოვა ყველაფერს ნახავ. რომ მივედი სახლში უკვე, შევედი უკვე ინტერნეტში და რომ შევამოწმე ყველაფერი, მაშინ გადავწყვეტეთ ერთად. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ გამოცდილებას შევიძენ. უფრო დავიხვეწები, რა თქმა უნდა და პროფესიონალურად გავიზრდე. იმიტომ მინდა მე მოვხდე მაიასთან და სტეფანესთან, რომ რაც მე მინდა, ანუ ბენდთან ერთად რომ დავიწყე უკვე მუშაობა, დავიწყე უკვე ჯაზი, როკი და რაღაც უფრო გადავედი. მე ვფიქრობ, რომ მაია უფრო დამეხმარება მე ამ ყველაფერში. Killing me softly with his song, killing me softly with his song, telling my whole life with his words, killing me softly with his song. Sound, a good sound. I've heard he had a side, and so I came to see him listen for a while. And there he was, this young boy, a stranger to my დააჭირეთ თუ არა? მოვასწავით ხო? კი. ანუ რამდენი ვართ? მარტო ყველაბი? ძალიან მაგარი გოგო ხარ, მაგრამ ზურგით რო ვზივარ, ყოველთვის მინდა რომ მოვტრიალდები დამხდი და აი იმ მომენტში, როდესაც ვფიქრობდი, არ მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა ადამიანი, იმდენად სიამოვნებდა რაც ხდებოდა. და მოვტრიალდით და ძალიან. დიდი მადლობა. ბრავო. მე ვფიქრობ, დიდი შანსები გაქვთ ამ შოუში რომ რაღაცა გამარჯვებისკენ წახვიდეთ. მართლა ძალიან კარგი გოგო ხარ და მე დავაჭირე იმდენად მომეწონა და დავაჭირე იმიტომ რომ არ მინდოდა მენანა მერე და მე თქვა რომ აი რატო არ დავაჭირე და მართლა ძალიან მომეწონა კარგი გოგო ხარ. დიდი მადლობა ყველას. მაგრამ თავიდან მე რატო ყოველს გადაწყვეტილი მქონდა მაია და სტეფანი.
ეროვნული ბავშვი ვნახე. მეცამეხუთი. მეცამეხუთი. ეხოწები რა, მეცამეხუთი რა. ძალიან გამიხარდი. ჩვენ რომ ვაჭერდით ხოლმე, სულ ესე ემთხვეოდა ხოლმე, რა. ვაჭერდით ჩვენ და დანარჩენებიც ხდებოდნენ რაღაც საინტერესო მარცვალი ვიპოვეთ. ამბიციურია, ხო? ძალიან. ძალიან.